მთავრობა კრიპტოინდუსტრიის რეგულირებას გეგმავს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები, ანუ კრიპტო კომპანიები მალე ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მოექცევიან. პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით საბანკო ზედამხედველობის სტანდარტის მსგავსად ეროვნულ ბანკს საშუალება ექნება დააწესოს კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები, რისკების მართვის წესები და მომხმარებელთა დაცვის პრინციპები. ახალი რეგულაციები სრულად 2026 წლის სექტემბრამდე ამოქმედება. დასარგებელს მოუტანს ეს გადაწყვეტილება სექტორს და როგორ აისახება რეგულაციები მომხმარებელზე. ამ თემაზე ვრცლად სტუმართან კომპანიამ მატიას დამფუძნებელთან რატი მესხიშვილთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა კაცემას სტუმრობისთვის. თავდაპირველად ვიდრე კითხავდეთ აი ამ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით და თუ რას მოუტანს რეგულაციები ქართულ კრიპტო ინდუსტრიას, ჯერ მინდა ვიკითხო რა ეტაპზეა ქართული კრიპტო ინდუსტრია, სად ვართ, კომპანიები რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და საქმიანობენ, რა ეტაპზე არიან და რამდენად წარმატებულად საქმიანობენ ქართულ ბაზარზე. ქართულ ბაზარზე კრიპტო შემთხვევაში არ ვიცი ამდენ სწორი ფორმულება, თუმცა საქართველოში დაფუძნებულ კომპანიებზე მაქვს საუბარი. კი ბატონო, მოგესალმებით, ასევე მივესალმებით მაყურებელს. რო შევხედოთ ქართულ კომპანიებს, ქართულ კომპანიები საკმაოდ წარმატებულად ოპერირებენ საქართველოში, საკმაოდ ბევრი კომპანია არის კრიპტოსფეროში დაფუძნებული, ბევრი უცხოური კომპანიაც უკვე შემოვიდა. რეგულაციებს ცოტა ხანში შევეხებით და გავიგებთ თუ რატომ არის ეს. საკმაოდ ინოვაციურ პროდუქტებს თავაზობენ, ასე ვთქვათ, დიდად არ ჩამორჩებით მსოფლიოსგან, გვაქვს ექსჩეინჯებიც, გვაქვს გადამცვლელი პუნქტებიც, გვაქვს შეიძლება იმის თქვა მაგალითად ქართული კრიპტო ინდუსტრია როგორ გამოიყურება? აი რა შეთავაზება გაქვთ მაგალითად ადამიანებისთვის? როგორ ურთიერთობთ მათთან? რამდენად უსაფრთხოა ეს შეთავაზებები? აი მთლიანობაში ქართული კრიპტო ინდუსტრია ერთი რიგითი მოქალაქისთვის როგორ შეიძლება რომ დავახასიათოთ? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ანუ კრიპტო ინდუსტრია იმისთვის შეიქმნა ეს ბლოკჩეინი, რომ გადარიცხვები ყოფილიყო თავისუფალი და ამ ყველა გადარიცხვას თავისუფლებს საქართველოში კრიპტო ინდუსტრია. ასევე შესაძლებელი არის გარკვეულ კომპანიებში, გარკვეულ მაღაზიებში კრიპტოსაფულით გადახდა, რაც ერთ-ერთი კიდევ ასე ვთქვათ მარტივი მეთოდი არის. შესაძლებელია სერვისების შეძენა, შესაძლებელია ვაჭრობა, ინვესტიცია, გზავნილების გაკეთება, საკმაოდ განვითარებული არის და კიდევ ბევრი სხვა ინოვაციური პროდუქტი არის, ასე ვთქვათ პროექტი არის მიმდინარეობაში, რომელიც მუშავდება ჩვენთანაც და სხვა კომპანიებთანაც და ასე ვთქვათ საკმაოდ საქართველოში ზოგადად საკმაოდ მაღალი არის კრიპტო მომხმარებლის მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან. სწორედ ეს უნდა მეკითხა, მომხმარებელი ამდენად აქტიურია თქო, თქვენი ხარ რა შეთავაზებებით ჩამოთვალეთ, მაგას მიმღებლობა ჭირდება, ხო? ამიტომ საინტერესოა თვითონ მომხმარებელი რამდენად აქტიურია. საკმაოდ აქტიური არის ბაზარს, რო შევხედოთ, მიახლოებით მოსახლეობის 5-დან 6%-მდე რაოდენობას აქვს კრიპტოსაფული ან რაღაცნაირად კრიპტო სფეროში ინვესტირება გაკეთებული. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის სხვა ქვეყნებთან შედარებით და ამითი გამოურჩევით და რა იზიდავთ მაშინ საქართველოს მოქალაქეებს კრიპტო ინდუსტრიაში? პირველ რიგში დავიწყოთ, რომ გამარტივებული სქემა არის, გამარტივებული ტრანსფერები არის, ძალიან მალე ჯდება ფული. საინვესტიციო, სასპეკულაციო საინვესტიციო კარგი საშუალება არის და ცოტა უფრო უკან თუ წავალთ რამოდენიმე წლის წინ საკმაოდ მაღალი პროცენტები იწერებოდა, საკმაოდ კარგი სპრედების გაკეთების საშუალება იყო, შესაბამისად კომპანიებმა დაიწყეს ამაში ინვესტირება, შესაბამისად დაიწყეს მარკეტინგი და ხალხიც ამით ძალიან დაინტერესდა. და თქვენ ახსენეთ საუბრის დასაწყისში, რომ ბევრი უცხოური კომპანია ინტერესდება. ის რეგულაციები, რომელიც საქართველოს შემოდის და რეგულირების ის მექანიზმი, რეალურად აი იმ ინტერესს გააქრობს თუ პირიქით უფრო მდიდრებს და უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება და თავად ეს რეგულაციები ამ ბაზრის მოთამაშეების მხრიდან როგორ ფასდება? კი ბატონო, აქ უნდა შევხედოთ ცოტა ასე რომ დაკვირვებით. რეალურად რო ავიღოთ კრიპტო ინდუსტრია ბლოკჩეინ ტექნოლოგია შეიქმნა იმისთვის, რომ თავისუფალი ყოფილიყო გადარიცხვები, ასე რომ. კი ბატონო, სწორედ ამის გათვალისწინებით რეგულაცია რამდენად ადეკვატურია კრიპტო ინდუსტრიის შესაბამისობაში ცოტა არ ვიცი, სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ. დიახ, რეგულაცია აუცილებელი არის, უბრალოდ ჩვენ უნდა დავსვათ აქ კითხვა, რამდენი რეგულაცია არის აუცილებელი. ეს თავისუფლება მეტნაკლებად უნდა დარჩეს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ აქ
მომხმარებლის დაცვა და სახელმწიფო საკითხები. როგორც არის ტერორიზმის დაფინანსება, სანქცირებული პირები, ასე შემდეგ საჭირო არის, რომ ეს რეგულირებადი იყოს და სახელმწიფო უზრუნველყოს ის, რომ თანხა არ წავიდეს ისეთ ადგილას, სადაც ის რეალურად არ უნდა წავიდეს. მეორე მხრივ რეგულაციები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ არ უქმნიდეს დიდ პრობლემას ადამიანს, მომხმარებელს, რომ განახორციელოს ტრანზაქციები და მეტნაკლებად მომხმარებელმა იგრძნოს თავი დაცულად. ამ შემთხვევაში რა რეგულაციებიც ახლა საქართველოში შემოდის, პირველი დავიწყოთ იმით, რომ 2023 წელს დაიწყო რეგულაციების გაკეთება და ამ შემთხვევაში უფრო ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმთან ბრძოლის საწინააღმდეგოდ შემოვიდა ეს რეგულაციები. ეხლა ამ კანონ პროექტის მეშვეობით უფრო ეროვნული ბანკის ქვეშ გადავა კიდევ უფრო ვირტუალური აქტივების პროვაიდერების ასე რომ ვთქვათ რეგულაციები, რაც ნიშნავს იმას, რომ რეპორტების გეთება იქნება საჭირო, იქ რეზერვები შეიძლება შემოვიდეს. ანუ გარკვეულწილად ამ ბაზრის განვითარებას არ შეაფერხებს და ერთგვარად შეიძლება ხელისშემწყობიც იყოს. ახლა თქვენი საუბრის გათვალისწინებით თუ რა თქმა უნდა ეს იქნება ერთგვარად დოზირებული, ანუ გარკვეულწილად არ იქნება აბსოლუტურად ყველაფრის რეგულირება, ხო, სწორად მივხვდი? აბსოლუტურად სწორი ხართ. ეხლა რომ შევხედოთ ტენდენციებს, ბანკებიც კი უფრო მარტივად უყურებენ, უფრო ღიად უყურებენ ამ საკითხს. ბევრ ბანკს პროექტში აქვს, ქართულ ბანკს, რომ კრიპტო ინვესტიციები, კრიპტო გადარიცხვები შემოიღონ თავიანთ, ასე რომ ვთქვათ, პროდუქტის შეთავაზებებში. შესაბამისად, უფრო მეტი უცხოური კომპანია, წამყვანი კომპანიები დაინტერესებული არიან ბაზარზე შემოსვლით და შეიძლება ამან გამოიწვიოს ის, რომ საქართველო გახდეს, ასე რომ ვთქვათ, რეგიონში ჰაბი კრიპტო სექტორში. რაც საკმაოდ კარგი არის. ეს რეგულაციები რეალურად საჭირო არის რაღაცა დოზით, მაგრამ თავარი არის, რომ კარგად რაიმე ტიპის კონსულტაციები ან ამ ტიპის შეხვედრები მიმდინარეობს თუ არა ეროვნულ ბანკთან, რომ დაუშვათ ამ რეგულაციებმა არ მიიღოს, არ გამოიწვიოს მერე შედეგი და აქ შემოდის თავარი. თქვენ თვითონაც ახსენეთ ფულის გათხრება, ტერორიზმი, ამ ყველაფრის დაფინანსების წყარო რომ არ გახდეს კრიპტო ინდუსტრია და ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენად უსაფრთხოა ეს მიმართულება. აქ ძალიან ისეთი სერიოზული კითხვის ნიშნები იყო წლების წინ, რომ რეალურად ვენდოთ თუ არა კრიპტო ინდუსტრიას. მე წლებთან ერთად ეს ნდობა თითქოს რაღაც დოზით გაჩნდა, თან გლობალურ ბაზრებს არსებულ ტენდენციებს აუცილებლად შევეხებ, მაგრამ მთლიანობაში დღესდღეობრივი გადმოსახედიდან რამდენად სანდო პროდუქტად შეგვიძლია ჩავთვალოთ, თუნდაც იგივე ნებისმიერი კრიპტოვალუტა. ხა იმ ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც მას აქვს, ალბათ ეს კითხვა არ ვიცი რამდენად ადეკვატურია, მაგრამ მთლიანობაში რადგან არსებობს ამ მიმართულებით კითხვები, სწორედ ამიტომაც ვკითხულობ. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ ეროვნული ბანკიდან. ეროვნულ ბანკს ხშირად აქვს მიმოწერა ან ასე ვთქვათ კონტაქტები, ურთიერთობა კრიპტოვალუტის ასე ვთქვათ კომპანიების დამფუძნებლებთან ან ზოგადად ამ კომპანიებთან. ანუ ერთგვარ კონსულტაციის რეჟიმში ხარ. კი ბატონო, იგზავნება ჩვენთან ხოლმე კანონ პროექტები გადასახედად, იქ შეგვიძლია ჩვენი აზრები გაუზიაროთ ეროვნულ ბანკს, ამიტომ კარგი არის, რომ ეს ურთიერთობა არის, ღია არის და ყოველთვის ვიცით რა კანონი მუშავდება, როგორ მიდის და შეგვიძლია ასე რომ ვთქვათ ჩვენი აზრი გამოთქვათ, დავაფიქსიროთ, კონსულტაცია გაუწიოთ. რაც შეეხება უკვე თვითონ ინდუსტრიას ადრე უფრო ასე რომ ვთქვათ წითელი ზონა იყო, უფრო საშიში იყო. დღემდე მეტნაკლებად აქტუალური არის, მაგრამ რა თქმა უნდა რეგულაციები იმის საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებელმა უფრო თავდაცულად იგრძნოს თავი. ყოველთვის შესაძლებელი არის, რომ მოიძიოს მომხმარებელმა რეგულირებადი კრიპტოკომპანია და მისი მეშვეობით განახორციელოს მათი რაიმე პროდუქციის გამოყენება ან სერვისი. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს რა ხდება მსოფლიო ბაზრებზე? ჩვენთვის მეტნაკლებად მომხმარებლისთვის ბიტკოინთან ასოცირდება ხო კრიპტო ინდუსტრია და აქ ამაში უცნაური და გასაკვირი არაფერი არ არის მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სხვა პროდუქტია შექმნილი მსოფლიო ბაზრებზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით სად არის დღეს, რა ხდება დღეს მსოფლიოში გლობალურ ბაზრებზე ამ ნაწილში? ივნისში იყო ძალიან მაღალი ფასი, მე თითქოს დაკლება დაიწყო. ჩვენ პერიოდულად ვაწვდით ხოლმე მაყურებელს ამ ბაზრის მონაცემებს და ამიტომ საინტერესო თქვენი ამ ბაზრის ერთგვარი მოთამაშის შეფასება, რა ხდება მსოფლიოში გლობალურად კრიპტო ინდუსტრიაში? გლობალურად რო ავიღოთ კრიპტო ინდუსტრია, ადრე ძალიან სპეკულაციური, ასე ვთქვათ, აქტივი იყო კრიპტოაქტივი, კრიპტოკოინები, მათ შორის ბიტკოინიც. ბიტკოინი არის პირველი ყველაზე დიდი და ყველაზე წამყვანი. თუმცა ამ ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ კომპანიები, ინსტიტუციონალური ინვესტორები, რომლებიც
დაინტერესდნენ და ამ ფონდების 55%-ზე რაღაცნაირად მაინც აქვს გაკეთებული ინვესტირება ამ ინდუსტრიაში, შესაბამისად მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილი არის, საკმაოდ დიდი ფული არის ჩადებული ამ კრიპტო ინდუსტრიაში და სახელმწიფოებმაც უკვე ბევრად უფრო სერიოზულად დაიწყეს მათი ყურება მსოფლიოს მასშტაბით რეგულირება. კი ბატონო, მათ შორის ამერიკული შეერთებული შტატებმა. რაც შეეხება თვითონ ფასს, ცოტა ხნის რამოდენიმე თვის წინ, როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ მაღალი, ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო ბიტკოინი, $124,000 იყო გადაჭარბებული, თუმცა რამოდენიმე ფაქტორი არის, რამაც იმოქმედა მის ფასის ჩამოსვლაზე. ერთ-ერთი ფაქტორი არის, რომ ეს სატარიფო ომი, რომელიც ამერიკას აქვს ჩინეთთან მიმართებით, ისინი ჩინეთი და ამერიკა ცდილობდნენ, რომ რამე გარიგებამდე მისულიყვნენ, თუმცა ეს გარიგება ჩაიშალა და ამან გამოიწვია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდნა ამ ბოლო პერიოდში ბიტკოინის. მეორე, ასე რომ ვთქვათ, საკითხი რაც შეეხება ბიტკოინის ფასს იყო ის, რომ ამერიკაში მოხდა government shutdown, სახელმწიფო, ასე რომ ვთქვათ, გაჩერდა. ჯერჯერობით არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილება, თუმცა იმედი აქვს, რომ shutdown-ი მალე დაიძლევა და კანონპროექტის მიღება, საბიუჯეტო დაფინანსების მიღება მოხერხდება. ზუსტად, ამან გამოიწვია ის, რომ ბევრმა ინვესტორმა დაიწყო თანხის უფრო რისკიანი ინვესტიციებიდან წამოღება და ბევრად უფრო ასე რომ ვთქვათ, არასახიფათო. და მოლოდინი როგორი უნდა ქონდეს მომხმარებელს ამ ნაწილში? მოლოდინი არის შემდეგნაირი, როგორც კი დასრულდება shutdown-ი და თქვათ თუ გაგრძელდა ჩინეთთან მოლაპარაკებები კარგად, ჩვენ დავინახავთ ფასის წამოსვლას, მოლოდინი ასეთი არის, ეხაც რო შევხედოთ. ანუ გლობალური პოლიტიკა ახდენს სერიოზულ გავლენას ადრე ესე არ იყო, მაგრამ ახლა უკვე ახდენს გლობალური პოლიტიკა, მიკრო-მაკროეკონომიკური საკითხები ყველაფერი უკვე. და ჩვენი საუბრის ბოლოს არ შემიძლია რომ არ კითხოთ მომხმარებლის ინტერესის გათვალისწინებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა იკითხა. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ხშირად არის ალკოინების შეძენასთან დაკავშირებული მოწოდებები. როგორ მიხვდეს მომხმარებელი, რომელი კრიპტოვალუტა უნდა შეიძინოს, რომ რეალურად დაუშვათ არ გახდეს რაიმე ტიპის თაღლითობის მსხვერპლი. კი ბატონო, ეს საკმაოდ რთული პროცესი არის, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ურჩევთ ყველას ამის გაკეთებას. პირველ რიგში უნდა შევხედოთ მთლიანად ბაზარს, რომელი კოინები არის ყველაზე წამყვანი, რომელ ბლოკჩეინზე არის ეს კოინები დაფუძნებული, მათ უკან რა ჯგუფი არის, ამ ჯგუფს როგორი რეზუმე ჰქონდათ, სად მუშაობდნენ, ეს კოინი რისთვის შეიქმნა, მაგალითად ძალიან პოპულარული არის ახლა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კოინები და ასევე კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული კოინები. აი, შეიძლება ესეთი ნიშების ამოძებნა და თქვათ, უნდა მოვიკვლიოთ შემდეგ უკვე კონკრეტულად რომელი ანუ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს მომხმარებელი, მაქსიმალურად ეს ის სფეროა, სადაც მეტნაკლებად ინფორმაციის ცოდნა არის აუცილებელი. აუცილებელი ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასპინძლებს ბიზნეს პარტნიორის სხვა გადაცემებშიც. რატი მესხიშვილი იყო ჩვენი სტუმარი.